რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. გამარჯობა, რადიო კომერსანტის ეთერშია გადაცემა საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ობიექტური მიზეზების გამო სოფიო ვერ მოახერხებს გადაცემის წაყვანას. მისამგებლად გადაცემას გაუძღვებით სოფიოს ასისტენტები თამარ გასტელიანი და ეკატერინე მახათაძე. დღევანდელი გადაცემა დაეთმობა ცენტრ-პოინტი ჯგუფის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისა და დაზარებულ მენეჟერთა ასოციაციის მიერ დაგეგმილი 8 თებერვლის აქციის განხილვას. საქართველოში ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი სწორედ აღნიშნულ ჯგუფთანაა დაკავშირებული. კომპანიის ირგვლივ დღესაც დიდი გაურკვევლობა და უსიამოვნებაა. მენეჟერთა გაცხადებით შეურულიშვილების შოძახთ მათთვის ათასობით მილიონობით ლარი აქვს გადასახდელი. პროკურატურა კი მათ 11 მილიონი ლარის მითვისებაში სდებს ბრალს. ცნობისთვის, ცენტრ-პოინტი ჯგუფმა დაახლოებით 10 წლის წინ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა წამოიწყო. ათასობით კლიენტმა კი არაშენებული ბინები წინასწარ შეიძინა. როგორც აცხადებენ, აღნიშნული ჯგუფი პირამიდის გეგმით მოქმედებდა, რაც გულისხმობს მოხმარებელთა პირველი ნაკადის უზრუნველყოფას მეორე ჯგუფის აღსრებით. ამ და სხვა თემების რელევანტურობის დასადგენად პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზით ჩაგვერთვება ჯგუფის ერთ-ერთი მფლობელი ბატონი ვახტანგ რჩეულიშვილი. მოვესმით ერთ-ერთი დაზარალებულის ქალბატონი იაღონღაძის ისტორიას და შეფასებას. გადაცემაში კი სტუმრად ყავს დაზარალებულ მენეჟერთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ბესიკ ბერიძე. ახლა კი პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება დაზარალებული და დაზარალებულ მენეჟერთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი იაღონღაძე. მოგესალმებით. გამარჯობათ ქალბატონია, დიდი მადლობა ჩართვისთვის. დიდი მადლობა რომ მომეცით საშუალება ჩემი აზრი გამოთქვა. ქალბატონია, მოკლედ გვიამბეთ თქვენი ისტორიის შესახებ, ცენტრ-პოინტ ჯგუფთან ურთიერთობის შესახებ. აღნიშნავ რომ ჩემი ისტორია იმ მრავალ ისტორიას შორის, რომელიც საერთოდ ცენტრ-პოინტს უკავშირდება, შეიძლება ზღვაში წვეთი იყოს. მაგრამ თუ საინტერესოა, მოგახსენებთ რომ მე მათთან გავაფორმე ხელშეკრულება 2006 წელს, 2008-ში მე სრულად დავფარე თანხა და 2008 წლის ბოლოს ხელშეკრულებით უნდა ჩაბარებოდა შეფრის გაკუთვნილი კომერციული ფარქი. ამ ფარქის ჩაბარება დღემდე უღწევია ჩემთვის რეგისტრაცია. ქალბატონია, იყავით თუ არა ინფორმირებული, რომ თქვენ ხელშეკრულებას აფორმებდით ცენტრ-პოინტ ჯგუფის ერთ-ერთ კომპანიასთან და არა უშუალოდ აღნიშნულ ჯგუფთან? ცენტრ-პოინტის ერთ-ერთ კომპანიასთან რომ ვაფორმებდი, რა არის ისიც გაიგივებული ჰქონდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცოდით რომ ეს იყო ცენტრ-პოინტის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული კომპანიები და ერთი ხელმძღვანელი ყავდა ამ კომპანიას. დობის ფაქტორი მაშინ ძალიან მაღალი იყო, მოგეხსენებათ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან დიდი ნდობა გაგვიშნდა როგორც ხელისუფლებისა, ისე პრეზიდენტისა. გვეგონა რომ ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართებოდა. ამ დროს მე საზღვარგარეთ გახდით, აქ არ მიყავი და მინდოდა ის მცირე თანხა, რომელიც ჩემმა ქმარმა იმის ინვალიდობის საფასურად მიიღო, რაღაცაში დამებანდებია და დაბრუნდებოდი ჩემ ქვეყანაში არსებობის საშუალება მქონოდა. და ამ მიზნით დაუკავშირდით ცენტრ-პოინტს. ქალბატონია, საქმის წარმოებამდე და ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართეთ თუ არა იურისტს? უკვე მოგახსენეთ რომ არ მიმართავს ეს ყველაფერი განაპირობა იმამ რომ ძალიან მაღალი იყო ნდობის ფაქტორი. თან ხელშეკრულებაში არაფერი არ წერია ისეთი, რაც ეჭვს გამოიწევდა და არ მქონდა უბრალოდ ეჭვის საფუძველი რომ მე იურისტი. ქალბატონია, მოვლენების რა ეტაპზე მიმართეთ იურისტს და რა რეკომენდაციები მოგვიანებით, როდესაც უკვე ჰორიზონტზე გამოჩნდა დექსუსი, რომელმაც თქვა რომ მე კიდევ ვალდებული ვიყავი დამატებითი ღირებულების გადასახადი გადამეხადა, რაც $5,000-ზე მეტ დოლარს შეადგენდა იმ კომერციული ფარქისათვის, რომელიც $5,000 სულ არღირს, ამან უკვე დიდი აღშფოთება გამოიწვია და მე იძულებული გავხდი სასამართლოსათვის მიმართა. პირველ რიგში დარეგისტრირების თაობაზე და შემდეგ კიდევ იმ პირობით ჩაებარებია ჩემთვის ის ფარქი, რომელიც გათვალისწინებული იყო პირველი ხელშეკრულებით. მივახციე იმას, რომ განჩინება მიიღე სასამართლო და რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი შედიოდა იმ თანხაში ხელშეკრულებაში, რაც იყო გათვალისწინებული და მე არ მეკუთვნოდა ამ თანხის გადახდა, რომ რეგისტრაცია უნდა უზრუნველეყო თვითონ კომპანიას, როდესაც დამთავრდებოდა მშენებლობაზე ექსპლუატაციაში შევიდოდა ბინა. გარდა ამისა, ჩამბარებოდა აშენებული თეთრი კარკასი, როგორც ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული, გალესირი და ასე შემდეგ. მაგრამ დღემდე ამ კომერციული ფარქის კედლები არაა ამოშენებული და სატირულ სიტუაციაში ვარ. აღმასრულებელთან როდესაც მივდივარ და მეუბნები რომ თეთრი კარკასია ჩასაბარებელი, მეუბნება კედლები თუ არა ამოშენებული, რა აგილესოთ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია რომ მე გალესირი ფარქი უნდა ჩამხატდეს.
ქალბატონოია, რა მიზანს ემსახურება 8 თებერვლის მოსალოდნელი აქცია? რა არის იცით, გამოძიებას აქამდე უნდა დაედგინა ჩვენი ბრალდებების სამართლიანობა. სამართლიანი გამოძიებისა და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ჩვენ უნდა მიგვეღოთ ჩვენი კუთვნილი და დამნაშავესაც, ვინც ეს საქმე ჩაიდინა, იმასაც თავისი კუთვნილი უნდა მიეღო. ამ თავის გადაწყვეტად უკვე თითქმის 5 წელია ვიბრძვით და მანამდეც კიდევ გქონდა პრეტენზიები, იმიტომ რომ გვიანდებოდა ის გადაცილებული იყო დავალიერების შესრულება. მიუხედავად ამისა, დღემდე რომ ვეძებთ სამართალს და სამართლის ძებნას უკვე აღარჩივით, იმიტომ რომ კიდევ გრძელდება ის სამართლობა. ჩვენ ამდენი საპროტესტო აქციებით, ამდენი საჩივრებით, ამდენი ყვირილით ვერ მივახციეთ იმას, რომ უსამართლობა მაინც შეჩერდეს, არამც თუ სამართლიანობა აღდგეს. არ დამთავრებულა გამოძიება, არ დამთავრებულა, არ განახლებულა სასამართლოს ხდომები. და ძალიან აღშფოთებას იწვევს ჩვენში ის, რომ თუნდაც ვუბნებავთ, თუ მაგალითად იყო იმისი საშუალება, რომ ვიღაცებისთვის საცხოვრებელი ფაქტები ეჩუქებიათ, ხომ შეიძლებოდა ძალიან ბევრი ტრაგედიის თავიდან აცილება. როგორც დაზარალებულის მხრიდან, ისე დამზარალებულის მხრიდან. ქალბატონოია, სად გაიმართება ეს აქცია? აქცია გაიმართება სასამართლოსთან, პროკურატურაც იქვია და ალბათ პროკურატურაშიც კიდევ ხელახლა შევიტანთ კოლექტიურ საჩივარს და შევახსენებთ ერთხელ, რომ არსებობენ ქვეყანაში უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის უფლება ჩამორთმეული ადამიანები და ეს მოგეხსენებათ ოჯახის ტრაგედია, თითოეული ოჯახისა, უზინაოდ დარჩენის, აბაგარს გადახვეწილი დარჩენილი ხალხი. ვებრუნდება, იმიტომ რომ ბინა არ აქვს, საკუთარი ჭერი არ აქვს. თუ ოჯახი არ განიკურნა სახელმწიფოს განკურნებაზე და სახელმწიფოს მშენებლობაზე შეიძლება ლაპარაკი? დიახ. ქალბატონია, სამოოდ რა ბერკეტებით გააგრძელებთ ბრძოლას თქვენი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად? ჩვენი ერთადერთი ბერკეტი ის არის, რომ მშვიდობიანი სამართლებრივი გზებით ვებრძოლოთ უსამართლობას. ჩვენ არ ვართ ის ხალხი ხელში რო კეტებს აიღებს და ამითი დაიწყებს ბრძოლას. თუ კი რაიმე შეიძლება სამართლებრივად მივაღწიოთ, არანაირ გზას არ დავტოვებთ და ყველა გზას მოვსინჯავთ. ქალბატონოია, დიდი მადლობა ჩართვისთვის, გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა. კარგად წანდებოდ. ნახვამდის. ეთერში რეკლამის დრო, ჩვენ ცირეხნიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დაბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზით ჩაგვეთვება ცენტრ პოინტ ჯგუფის ერთ-ერთი მფლობელი ბატონი ვახტანგ ჩეულიშვილი. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. დიდი მადლობა ჩართვისთვის. რამდენი ობიექტი გქონდათ მთლიანობაში და მათგან რამდენი გაქვთ დასრულებული? 33 ობიექტი არის სულ ცენტრპოინტის მშენებლობაში, 15 აქედან დასრულებული არის, 5 არის დასაწყის ეტაპზე, სადაც მარტო ფუნდამენტია აშენებული და 10 კიდე გადახურვა კარკასი აშენებულია, მაგრამ შიდა სამუშაოები სერიოზულად ჩატარებია. ბატონო ვახტანგ, რა შემდგომარეობს ცენტრპოინტ ჯგუფის ძირითადი პრობლემა? თქვენი აზრით რა გახდა კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიზეზი? რატომ გახდა კომპანია წარუმატებელი? კომპანია წარუმატებელი გახდა ცნობილი მოვლენების გამო 2007 წელს ეს დაიწყო, როდესაც გავიწყო გამოსვლები. საქართველოში ერთი წლით ადრე დაიწყო ფინანსური კრიზისი. ჩვენმა კომპანიამ იგრძნეს, ვიდრე მსემ მსოფლიოში ეს დამოკიდებული იყო თავების და ოპოზიციის დაპირისპირებაზე, ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა, მაშინ დაიწყო პირველი ვარდა შემოდგომა 2007 წლის. თვეში დაახლოებით 5% არ შეჩერებულა და 2000 მერე ამას დაემატა ომი, ეკონომიკური კრიზისი და შემოტანა ფულის, რითაც საერთო კომპანია არსებობს. 2009 წელს უკვე იყო 26% ასის ვაგირად. ეს საკმარისი იყო მხოლოდ და მხოლოდ კონსერვაციისათვის და არა მშენებლობისათვის, ანუ რომ არ მოეპარათ ობიექტებზე დაცვის დასაყენებლად, რომ არ წაიღოთ ამ წელს ესე თქვა შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მშენებლობისათვის და ეს ვალებით დაემატა კომპანიას. ამას
ეს იყო ობიექტური მიზეზები. სუბიექტური მიზეზები უბრალოდ ობიექტური. ჩვენი მართვაში შეიძლება იყო რაღაც შეცდომები და ალბათ იყო კიდევაც და ამას ვაღიარებთ, არ ვამბობ რომ ახლა ჩვენზე კარგი მართველი საქართველოში არ არის. მაგრამ უნდა ვიცოდეთ ესეც რომ ჩვენ მოვედით დღევანდელ დღემდე ძალიან ზაღალის მიუხედავად რაც განვიცადეთ პრაქტიკულად კომპანია შეუძლია ყველა თავისი ვალის მომსახურება. ამას დაემატა ის რომ ჩვენ შევედით მთავრობაში ეს იყო 2010 წელს როდესაც ფული აღარ შემოდიოდა ვალების გასტუმრება გვიწევდა გამშენებლობას ვეღარ ვაწარმოებდით და შევედით მთავრობაში თხოვნით რომ დაგხმარებოდნენ 2-3 დიდი ობიექტის გასრულებაში მასში გახსოვთ ეკონომიკური სამინისტრო ეწეოდა საქმიანობას ინვესტორებს ეხიდი და დიდ ობიექტებს ეს ეხებოდა ეგრეთ წოდებული პროფკავშირებს სამედიცინოს სანაპიროზე დიდ შენობას და ეს ეხებოდა რამოდენიმე კიდე სხვა ობიექტს ჩვენ ვითხრეს რომ კი ბატონო ამაში დაგეხმარებთ მაგრამ თქვენ საერთოდ უნდა გახვიდეთ მართლობები და თუ გინდათ რომ ესე იგი კომპანიამ განაგრძოს ნორმალური მუშაობა ჩვენ თვითონ შევაჩერთ მენეჯმენტს რომელიც ამ კრიზისიდან გამოიყვანს ასე იგი set-point ჩვენ დავწავდით ამის გამოჩავდეთ მთელი ჩვენი ქონებაც ერთადერთი საერთოდ მე პატრონები ვარ რომელსაც მთელი ჩვენი ქონება მიამატეს და გადასცეს ბინები იქნებოდა პარტები იქნებოდა ესე იგი ახალ კომპანიას სამაგიეროდ მივიღეთ 2 წლის განმავლობაში ვიზარალეთ კიდე დამატებით 30 მილიონი მინიმუმ ლარი წარმოიქმნა ყოველად გაუგებარი ვალები ბათუმში, თბილისში და ასე შემდეგ და კიდე უფრო სულ მდგომარეობაში კომპანია რაც თავარია ჩვენი კლიენტები არ დააკმაყოფილეს ყველაზე მეტად ეს მაგალითად გეტყვით სააკად როგორც გადავაბარეთ თითქმის დასრულებელი მაგრამ დაუსრულებელი ანუ ხალხი იქ ვერ იცხოვრებდა თითქმის აი კიდე ერთხელ გეუბნებით 8 კორპუსი აშენებული პირველი მეორე კორპუსი 10 კორპუსი და 8 კორპუსი ძლიერად აშენებული მაგრამ ის დასამთავრებელი და წინა კორპუსი დასამთავრებელი აი იმის მაგივრად რომ გაესტუმრებინათ ეს ხალხი ძლიერად დატოვეს ქუჩაში და რეალურად ეს ხალხი ყველაზე გამწარებული არის დღესაც ჩვენზე სამართლიანად მე ამას არ ვამბობ რომ მოსახლეობა არ არის სამართლიანად ბატონო მაგალითად შემდეგ კითხვაზე გადავალ Centpoint ჯგუფის მიერ მენაშენებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ რომ გამყიდვას მყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირის ჩარევის უფლება არ აქვს ამის მიუხედავად Centpoint ჯგუფმა თავისი უძრავ-მოძრავი ქონების მართვა ხელშეკრულების გაფორმებამდე 2 კვირით ადრე შექმნილ კომპანია Dexus გადააბარა თქვენი კომენტარი გვაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით რატომ გახდა ხელშეკრულების დარღვევის ან რატომ დაირღვა ხელშეკრულება და რატომ გახდა საჭირო კომპანიის მიერ Dexus ჯგუფის დაქირავება ესე იგი პასუხი ჩემი ესეთია დაახლოებით 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვეუბნებოდი რომ ჩვენ ვარ გადაცემა და ერთი წინააღმდეგი კაცი საჯარო ტელევიზორში კავკასიის ერთ-ერთი და ყველგან ვამბობდით ვეძებდით ისრაელების ბანკთა მამაზე მოლაპარაკება სხვა ბიზნეს ჯგუფებთან რომ საერთოდ ჩვენ გვინდოდა ინვესტიციების მოძიება ამას ვეძებთ და შეიძლება შემოვიდეს მართვაში ესე იგი ამასაც ვამბობდით მაგრამ რეალურად როდესაც დაგვიყენეს თავრობალ წინადადება ჩვენ უარზე ვეწავედით იმიტომ რომ დაგვიყვნენ რომ შეგისრულებთო ეს დარღვევა შეიძლება მოგვედავო ჩვენ როგორც მთელ საქართველოს რატომ გადაცა ამდენი ბიზნესმენებმა ამდენი ფულება წინა მთავრობას სამართავად ვაღიარებ რომ სლათ ესე იგი რასაკვირველად ჩემი პასუხისმგებლობა ამაში არის მაგრამ ვინც ამ შეკითხვას სვავს ის ბუნებრივად უკვე პროვოკატორია რატომ იცი შვერილად რა მდგომარეობა იყო იცი შვერილად რომ ისეთ წინადადებას გეუბნებოდი რადგან უარს ვერ იტყვი და რატომ ეხლა მიკირკიტებს იმის მაგივრად რომ მითხრას ჩემბინად როდის მიღრე აი ამაზე ყველას გადავარ მზად რომ პასუხი გავცეთ და იმას რატო გადაეცა ვის გადაეცა და როგორ გადაეცა კიდევ ერთხელ ეს მხოლოდ იმ ადამიანს შეიძლება დავუჩნდეს შეკითხვა ვისაც აინტერესებს თავისი ქონების მიღება არ პოლიტიკური პირადი ბოგმის და ასეთი ის ჩანგარიშთორება ჩვენთან ბატონო ვახტანგ, როდესაც Centpoint სათავეში ისევ თქვენ ჩაუდაგით პოსტსკრიპტუმის ეთერში განაცხადეთ, რომ ყველა მენეშენი იქნებოდა დაკმაყოფილებული. შეძლებთ თუ არა ამ პირობის შესრულება და რამდენ მენეშენს გადაეცა? აი ახლა გეტყვით, გეტყვით თქვენ რა მდგომარეობა. აი ახლა მე შემიძლია ჩვენ დაახლოებით გვაქვს აშენებული 180 მილიონის და გვჭირდება ჩვენ დასამთავრებლად 22 მილიონი. აი ესეთი მდგომარეობა. ყველა ობიექტებზე არის საუბარი. ყველა ობიექტებზე.
ესე იგი და ყველა მენაშენის გასასვლელი. აქედან 17 მილიონი აქვს მოსახლეობაში ჩვენი ვალი. თუ ვალი გაისტუმრეს, ესე იგი საერთოდ პრობლემა არ არის და ყველა მიიღებს ამ წლის განმავლობაში და ერთი ობიექტი რჩება, რომელსაც ამ წელს ვერ მოვერევით. ესე იგი შეიძლება გადავიდეს 2015 წელსში. 90% მეტი მიიღებს ამავე წელს თუ ფული შემოიტანა ვისაც აქვს კომპანიის დავლება 17 მილიონი დოლარი. ეხლა მე მეუბნებია ზოგადად ბატონო აკრემო მე 30-იო გადასახდელი ხო 28 შემოვიდა და 2 რაღაცა გახდა 6000 კაცზე 2 არის 12 მილიონი. 12 მილიონს მე ვერ ვიშოვი სულ რო გავსკდე. მოძიებული მაქვს მე ეხლა აი ამ თავრობას ერთი მინდა დაუპასო. დაგვიბრუნეს ბაზარი პირველი დაბრუნებული ქონებადაც მეცხრე ცხოვრებაში მინახია, რომელიც ღირებულება გვაძლევს უკვე შესაძლებლობას ის 5 მილიონი და რაც ჩვენგან დასადებია, დასამატებელია მშენებლობის დასამთავრებლად, ეს ამის არსებობს. საძირკველები გვაქვს, უმემრები ჩაგრილი ხალხი იცით ვერ ხდება რომ რა არის საძირკველი. ესე იგი საძირკველი ეს რა არის? არა ჩანდა ჩანს რომ მხოლოდ და მხოლოდ პირველ სართულამდეა ბინა აშენებული, რაც სართულიან სახში თქვა. ჩემი სახლი ჰაერია და არ აშენებულა. სინამდვილეში 40% უკვე ჩადებულია. მაგათი გადახდილი ფულის 40% რაც მთელი მშენებლობა ჩაჯდება უკვე გადახდილია. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ისეთი საქართველოში ყველაზე ძლიერი, არა მარტო ძლიერი, ყველაზე კარგ მდგომარეობაში ყოფილი სამშენებლო კომპანია მაქვს. მე განსაკუთრებით უბრალოდ რაზეც კივა გულებს ბოდიში და მოუხადოთ ყველი მეშოუბიდან. ყველა იმ ადამიანს ვისაც სრული თანხა აქვს. გადახდილი პაპიროსანი მყიდველია და ჩვენ გამო კრიზისის გამო თუ იმ სულ გადახდელთა გამო დაზარავდა. აი ამათ წინაშე ვზროვ ჩვენ მოვალეობას და ესეთი 40% არის მოსახლეობის. ბატონო ვახტანგ შემდეგ კითხვაზე გადავალ, იმიტომ რომ დროში ცოტა შეზღუდულები ვართ. მენაშენებს როდესაც ვესაუბრებოდით, უმეტესობას აინტერესებდა და მეც არ შემიძლია ამ კითხვით არ მოგმართოთ. რამდენად მიზნობრივად ხარჯავდა კომპანია მათ მიერ შემოტანილ თანხებს? პრაქტიკულად სულ არის ესე იგი შემოტანილი 200 მილიონი დაახლოებით 200 მილიონი შემოსული ყველაფერი არის დასაქმებული. ეხლა იქ რომ ჩვენ რაღაცას ქველმოქმედებას ვეწეოდით, არამესოდეს არ ვეწეოდით ქველმოქმედებას მოსახლეობის ხარჯზე. ჩვენ რასაც თქვა მაგალითად ჩვენ გვეკუთვნოდა 3-დან 6%-ამდე ეს ნებისმიერი გამყიდველის წილი არის, როდესაც ბინის გაყიდვა ხდება და თქვა კომპანიას ამისთვის გამოყენებული აქვს sales სამსახურს 3-5%, რომელიც ეგრევე პრაქტიკულად ეძლევა იმას, ვინც ამას ყიდის. აი იმ თანხებში ჩვენ რასაკვირველია დიდი მოქმედება გვაქვს გაწეული. მაგრამ ის თანხები მოხდებოდა სხვა რომელიმე დაქირავებული იმის ხელში, მაკლერის ხელში, თუ ჩვენვე გამთახელდნენ მასნატებს გავხარჯავდით მოქმედებაში, ეს მე მგონი ამაში თავისუფლად ყავით. ბატონო ვახტანგ, ამ ეტაპზე დღესაც გიდგეთვით, რომ გავაგზავნებთ აუცილებლად. ამაზე მოქმედებაზე ჩვენ არ ვიტყვით და არა ხალხის ხარჯზე. ხალხს აი პირდაპირ გეუნდერით ეს სიტყვა სასამართლოს მოდის, უბრალოდ მე უნდა სასამართლოზე თქვა ვიღაცები აფერებე კიდე აქციების გამართვას. ამ აქციებით მხოლოდ ხელს შეუშლია ინგრევა სამსახური. აი მე მაგალითად ეხლა მაქვს ინვესტორებთან მოლაპარაკება, უცებ აი ამ აქციების და იმის მეშვეობით შეიძლება გამიფუჭდეს და მე ვაფრთხილებ ყველას. მარტო მხოლოდ დღეს დაუნახავ ადამიანს შეიძლება გასწიოს ეს აქცია, მოვიდეს ჩემთან ცენტრში, ყველას აბსოლუტურად გავცემ იმ პასუხს, რომელიც დააგმაყოფილებს, მაგრამ მე ვიცი რომ რამოდენიმე ადამიანს აღარ დაახაინტერესებს, ან გამწარებულია იმენად, ან უბრალოდ სხვის დავალებას ასურვებს ჩემიდან 10 წლის განმავლობაში პოლიტიკაში ჩემგან პირადად და ცენტრპოინტი და 5 წლის განმავლობაში ქმნიან პრის ხანს. ბატონო ვახტანგ, შემდეგ კითხვაზე გადავალთ, იმიტომ რომ დრო აღარ გვაქვს. ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა კომპანიაში? რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? რა ვადაში აპირებთ მენაშენების მოთხოვნების? საუკეთესო მდგომარეობაა და ძალიან კარგად ვარ განწყობილები, რატო? ხელისუფლება დაგვირდა გადასახადებზე სერიოზულად მუშაობს და ჩვენ მიმართეთ უკვე დაევალა ხადურს მინის ამ საკითხის გადაწყვეტა და უნდა გითხრათ რომ ახლა იცით რა არის ზოგს მოსწოს ხელისუფლება, ზოგს არ მოსწოს ხელისუფლება. მე დიდი ხანია ბავშვობის ასაკიდან გამოვედი, ვიღაცაში შეყვარებული ვარ, ვიღაცა მძულდეს. ერთს ვიტყვი, ბაზარი ერთი დიდი საქმე უკვე მოვიგეთ სასამართლოში და დაბრუნდა რამით დამწყეთ და როგორ ვიძახსვებოდით და მეორე და ამას მოყვება ტელევიზიურ ტურისტი, რამდენად არის ის გაყიდული?
ლექსუს 280 ლარად, რომლის მინიმალური ღირებულება 1,5 მილიონი. ამიტომაც უკვე დაიძრა ეს საქმე, ბათუმში უნდა გითხრათ. ორი სასამართლო პროცესი იყო, თბილისში დაწყებული და ბათუმში. ბათუმში დამთავრდა სასამართლო პროცესი, ყველა მოსახლეობა დაკმაყოფილდა და ესე იგი სასამართლო პროცესი თავარი შედეგი დამთავრდა, რომ ყველა აბსოლუტურად მოსახლეობა დარჩა კმაყოფილი. ეს იყო მთავრობის, თუ გინდათ პროკურატურის, თუ გინდათ სასამართლოს, თუ გინდათ მერიას ერთობლივი მუშაობის ჩვენთან და მაჟორიტარ დეპუტატს მინდა ამაზე უთხრა ძალიან დიდი მადლობა მურმანი დუმბაძეს. აქ თბილისში ჯერჯერობით რაღაცას საკრებულოს ხელს მიშლის, მერიას ხელს მიშლის. მაჟორიტარ დეპუტატების ხელს მიშლიან. არავისგან დახმარება არ გვიწია, მაგრამ მთავრობას უკვე სამაგიეროდ ოფიციალურად მთავრობას მიეცა ოფიციალური დავალება ფინანსთა სამინისტროს ეს საკითხი მომიგვაროს და რაც თავარია ფონების დაბრუნება უკვე დაიწყო. ამიტომაც მე მინდა ყველა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ იმით თუ კი ვინმე გამოვა დღეს აქციას, ისინი იქნებიან წინამდე არა ჩვენი კომპანიისა, არამედ იმ დახმარებისა, რასაც ჩვენ ისედაც გვიწევს სახელმწიფო და დადგებიან იმ გვერდში, ვინც ჩვენ 30 მილიონით ვაზარალა. ისინი აზარალა უძინარი ცხოვრისა. ამიტომაც ვამბობ, რომ თუ კი მოსახლეობა ვისაც უნდა ბინისტრება რეალურად ის წელს ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ერთი ევალებად ფული გადაიხადონ. უფასოდ ხოლმე გადაგდა. კაი, ჩემთვის ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. ჩვენ ასევე დაუკავშირდით ცენტრპოინტ ჯგუფის ერთ-ერთ მფლობელს ქალბატონ მაია არჩეულიშვილს, ახლა პირდაპირ ეთერში შემოგახსენებთ მის კომენტარს. ქალბატონი მაია აცხადებს, რომ ბატონი ბესიკი და ასოციაციის სხვა წევრები უარს აცხადებენ დიალოგის გზით თანამშრომლობაზე და საცხოვრებელ ფარს $5,000 ითხოვენ, რაც სრულად არარეალურად მიაჩნია. ქალბატონი მაია თქმით, დეველოპმენტზე სამოვალო ცესხი არ გაიცემა, რადგან საქართველოს ამ ეტაპზე არ წარმოადგენს შვეიცარიის გოს ქვეყანას. ბანკები რისკზე აღარ წავენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა ჩაიძირება. მისი თქმით, წარუმატებლობა მეინაშენეთა დისციპლინასა და მეტ მიერ თანხის არასწორ შემოტანის პროცესში მდგომარეობს. ახლა კი შევახსენებთ, რომ ჩვენთან სტუდიაში სტუმრადაა ბატონი ბესიკ ბერიძე, დაზარებულ მეინაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე. ბატონო ბესიკ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თქვენ როგორ შეაფასებთ ბატონი ვახტანგისა და ქალბატონი მაიას კომენტარს? მე კიდევ ერთხელ მინდა საერთოდ არ ვაპირებდი პოლემიკაში შესვლას სამართლებრივ საკითხში, იმიტომაც ჩვენ ვითხოვთ სასამართლო პროცესებს და იმიტომაც ხდება, რომ სამოქალაქო სამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და ბევრი პროცესი უკვე დაზარალებულების მიერ მოგებულია. სამართლის კუთხით რატომღაც ეს საქმე ჭიანურდება. სულ მაინტერესებდა მისი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან ახმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თურმე მას ხელს უშლიდა ჩვენი აქციები ადრეც და ეხლაც უშლის ხელს. შეურაცხყოფას აყენებს დაზარალებულებს და პირადად მე გამომდინარე იქიდან მე გახლავთ დაზარალებულთა სახე. მე წარმოადგენ 6,000 ადამიანს. ეს არის აბსოლუტურად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ ვებრძოდით წინა ხელისუფლების პირობებში კორუფციას. გვინდოდა წარმოგვეჩინა, რომ ეს იყო თაღლითობა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საპროტესტო აქციისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევისა, ჟურნალისტ გელაძის მიერ ჩატარებული კვლევისა, ვერ მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში ელემენტარულად ის, რომ საქმე აღზრულიყო არამიზნობრივად თანხების მითვისებაზე. ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ამას მივაღწიეთ და ბრალი წაეყენათ. და ეხლა ჩვენ იმის დაბრალება, რომ ჩვენ თითქოს აქციებით და რაღაც დაუკმაყოფილება და არა, ჩვენ ვიცავთ დაზარალებულის ინტერესებს. საქმე იმაშია, რომ მათ არ იციან მენეჯმენტი რა არის. აქ საუბრობდა ამ წუთში, მაგრამ ელემენტარულად გეტყვით ერთად ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. რომელი ობიექტი დასრულდა, რომელი ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რა პირობებში ცხოვრობს ხალხი თუ სადმე შევიდა და აი ელემენტარულად აიმის ახსნა და ამისა მე თვითონ ცხოვრობ პირობებში, მოსკოვის გამზაზე მოდით და ნახეთ რა პირობებში ცხოვრობ აი იმ კორპუსში. ავარიულ კორპუსში ცხოვრობ დღესაც რა რამოდენიმე თვეა. სადაც არ არის კომუნიკაციები, სადაც არ არის ეზო კეთილმოწყობილი, ექსპლუატაციაში შევიდა კორპუსი, მაგრამ მისამართი დღესაც არ აქვს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს აბსურდული ბრალდებაა და ჩვენ როგორ გვიგზავნავს ვიღაც პირობითად აქციების გამართვას. ეს ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნაა, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს და ხელისუფლებასთანაც თანამშრომლობას. არავისგან მართული არ ყოფილვართ არ წინა ხელისუფლების პირობებში, ვერავინ ვერ გმართავდა ჩვენ. იყო უშიშროების მაშინდელი სამსახურების აქტიური ჩარევა, იყო მუქარები, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას. ეხლა უფრო ლაღები და თავისუფლები ვართ და თავისუფლად გამოხატავთ ჩვენს პროტესტს.
ბატონო ბესიკ, ჩვენ უკვე მოვისმინეთ ერთ-ერთი დაზარალებულის ქალბატონი იეღოვაძის ისტორია. თუ შეიძლება გვიაბეთ თქვენი შემთხვევის შესახებაც, როგორ შეიტყვეთ ცენტპოინტის შესახებ და რომელ წელს მიაკითხეთ აღნიშნულ ჯგუფს? რა თქმა უნდა, სატელევიზიო რეკლამით მოხდა ეს ყველაფერი, ცნობილი სატელევიზიო რეკლამები, რომელზეც დიდი ხანია უკვე თქვენ კოლეგებმა ამ შესახებ ძიებაც ჟურნალისტიკური გამოძიებაც და კვლევაც ჩაატარეს და ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. ჩვენი დანაშაული ამ შემთხვევაში ერთადერთი არის ის, რომ ჩვენ ვენდეთ მაშინდელ ხელისუფლებას, მაშინდელ სატელევიზიო კომპანიებს და ერთი სიტყვით, რადგან იყო უპროცენტო განვადება, ეს ჩვენთვის ასე თუ ისე მისაღები იყო. ეს კარგად გესმით რა, ჩვენს პირობებში 1200 ლარის შეტანა ოჯახისთვის დოლარის უფრო სწორად ყოველთვიურად 2 წლის განმავლობაში პატარა საქმე არ იყო. ეს თანაზოგი თანხები არის ფაქტურად მთელი ოჯახის და პლუს ამას საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხა. მე პირადად ეს ბინა შემიძინა ჩემმა უმცროსმა ძმამ, რომელიც არის შორეული ნაოსნობის მეზღვაური. მე ეს ჩემი ხელფასით და ჩემივით არ ამიშენებია და მე არავის არ და უმრავლესობა ასეთი არის ზუსტად საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულის. ჩვენ მოვახდინეთ ფაქტურად საზღვარგარეთიდან ინვესტირება ამ მშენებლობის დარგში. ჩვენ ვართ ინვესტორები. და აქედან გამომდინარე 2 წლის განმავლობაში ვიხდიდი ამ თანხას პატიოსნად, საბანკო კრედიტსაც კი ვისარგებლე, ომის პირობებში კრედიტით ვისარგებლე, რომ არ დამერღვია ხელშეკრულება და ჩემი პირნათლად შევასრულე ჩემი მოვალეობა. კორპუსი უნდა ჩაბარებულიყო 2008 წელს, კორპუსი შევიდა ექსპლუატაციაში გასული წლის ბოლოს, ისიც გამარტივებული წესით, მერიამ შეუწყო ხელი ამნისტირება მოახდინა და მარტო ლიფტებით ჩაიბარა. კორპუსში არ არის გაზიფიცირება, მოსახლეობის უმრავლესობა ვინც იყო შესახლებული იმის გამო, რომ ბინკირი ცხოვრობდნენ და რაღაცა და მიატოვეს, იმიტომ რომ გარკვეულად ელექტროენერგიით გათბობა იქ შეუძლებელია, გაზიფიცირება რადგან არ არის. ძალიან აუტანელს ელექტროენერგიაზე წყლის და შუქის გადასახადი მოდის გაორმაგებული კომერციულ ფასებში და აი ესეთ ვითარებაში ვცხოვრობ. კორპუსი კეთილმოწყობილი არ არის, კომუნიკაციები არ აქვს, ფაქტურად ავარებულ შენობაში ვცხოვრობ. ეს არის ყველაზე სამგორის ობიექტი, ყველა აღნიშნავს, ეს არის ნომერ პირველი ობიექტი, ყველაზე წინწაწეული ობიექტი. დექსუსის დროსაც კი ის უნდა ჩაბარებულიყო 2012 წლის მარტში. და დღემდე ის კორპუსი არ არის მოყვანილი წესრიგში. და სხვა ობიექტებს ხომ ლაპარაკი ზედმეტია რა. აი უარესი მდგომარეობა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყველა კორპუსი. მე ვხვდები დაზარალებულებს ყოველკვირეულად, ყოველდღიურად მაქვს მასთან კონტაქტი, მიკავშირდებიან საზღვარგარეთიდან. იმის შემდეგ რაც აღძრეს და ბრალი წაუყენეს ამ პირებს, დაზარალებულებს რაღაც იმედი მიეცათ. ვისაც დავალიანება ჰქონდა, რომელსაც ბატონი ვახტანგი წეგან აღნიშნავდა, დაიწყო დავალიანებების გადახდა, ძალიან ცოტა პროცენტი იყო ესეც და პლუს ამას ის თანხების გადახდა, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნოდა, როგორც იყო ხელშეკრულებით, არ არის გათვალისწინებული კომუნიკაციების ან კეთილმოწყობის, იმ თანხების გადახდაც. კონკრეტულ ჩემს ობიექტზე იყო მაგალითად ესეთი მოთხოვნა 50000 შემოიტანეთ, რადგან დავიწყოთ გაზიფიცირება. 50000 ლარი შეტანილია და გაზიფიცირება კორპუსში არ არის მოხდული. ჩვენ ვარ ვღებთ ისევ რაიმეს, ჩვენ ვაშავეთ, ჩვენ ვართ ისევ დამნაშავეები. ბატონო ბესიკ, ახლა ეთერში რეკლამის დროა, ჩვენ ცირეხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდებით, გვისმინეთ რადიო კომერსანტი. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დაბრუნდით სტუდიაში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარია ბატონი ბესიკ ბერიძე, დაზარალებულ მენაშენთა ასოციაციის თავმჯდომარე. ბატონო ბესიკ, ხშირია შემთხვევა, როდესაც პრობლემას მომხმარებელთა ნაკლები ინფორმირებულობა და მათ მიერ ხელშეკრულების პირობების უგულებელყოფა წარმოადგენს. იყო თუ არა ხელშეკრულებაში აღნიშნული რაიმე დეტალი, რომელიც კომპანიის კრიზისულ მდგომარეობას ითვალისწინებდა? კომპანიის კრიზისულ მდგომარეობაზე ხელშეკრულებაში არაფერი არ იყო ნახსენები, გარდა ერთისა, ფორს-მაჟორი ყველა ხელშეკრულებაში ეს უნდა ყოფილიყო მითითებული. რაზეც ბატონი ვახტანგი აპელირებდა თავის სატელეფონო საუბარში, რომ ფორს-მაჟორი იყო და ეკონომიკური კრიზისი იყო.
უბრალოდ ვიტყვი, ჩემი корпуსი კონკრეტულად და უმრავლესობა корпуსების უნდა ჩავარებულიყო 2008 წელს. აგვისტოს ომამდე და მეორეც ფორს მაჟორული არ გამოცხადებულა როგორც ქვეყანაში და არავითარი ფორს მაჟორული ეკონომიკური კრიზისი ზოგადად ყველა ქვეყანას მოედო და ჩვენ ყველაზე ნაკლებად ამ შემთხვევაში. ასე რომ ეს არის აბსოლუტური სიწრუე და მოშველიება. კიდევ ისევ სიცრუისა და თავის დაძვრენის მცდელობა ამ პრობლემაზე, გადაბრალება აქციებზე, გადაბრალება ხალხის თითქოს რაღაცა საპროტესტო ნოტაზე, როგორ შეიძლება ამან ხელი შეუშალოს ეკონომიკურ წესრიგს. ჩვენ არაფერი არ დაგვიმდრევია, არავისთან არ შევარდნილად ოფისებში და არავინ არ გვიწიოკებია. არ შეგვიძლია ფაქტურად შენებლებისათვის ხელი.